მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგაზე ლა ლიგაზე. ლა ლიგა არის ესპანეთის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. აქ თამაშობდნენ ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორიც არიან კრისტიანო რონალდო, ლეო მესი, ზინედინ ზიდანი და სხვა დიდი ფეხბურთელები. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ, რომელი გუნდი იყოფება რამდენი ადგილზე. დავიწყოთ. პირველ ადგილს იკავებს ატლეტიკო მადრიდი 51 ქულით, რეალ მადრიდი არის 40 ქულით მეორე ადგილზე. ბარსელონა 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ბილბაო 36 ქულით არის მეოთხე ადგილზე. 30 ქულით აქვს ვილიარეალს, რომელიც არის მეხუთე ადგილზე. მეექვსე ადგილზეა მალიორკა, ასევე 30 ქულით. 25 ქულით აქვს ოსიედადს, რომელიც მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ასევე ხირონას აქვს 25 ქულა, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფება, მეცხრე ადგილზე იმყოფება ბეტისი, ასევე 25 ქულით. ოსასუნას 25 ქულა აქვს და იმყოფება 21 ადგილზე. სელტა ვიგო 24 ქულით არის მე-11 ადგილზე, ხოლო მე-12 ადგილს იკავებს რაიო ვალეკანო 22 ქულით. ასევე 22 ქულა აქვს ლას პალმას 13 ქულით, მე-14 ადგილს კი იკავებს სევილია, ასევე 22 ქულით. ლევანესი 18 ქულით არის მე-15 ადგილზე, ალავესი 17 ქულით მე-16 ადგილზე. ხეტაფეს აქვს 16 ქულა და არის მე-17 ადგილზე. მე-18 ადგილს იკავებს ესპანიოლი 15 ქულით, მე-12 ქულით. ვალენსია იკავებს მე-19 ადგილზე. ვალიადოლიდი 12 ქულით იკავებს მე-20 ადგილზე. ბოლოს ამ გუნდს ესპანიოლს, ვალენსიას და ვალიადოლიდის ემუქრება ლა ლიგა 2-ში დისკვალიფიკაცია, თუ მათ თამაში რამე არ შეესწება, თუ მათ რიცხვება არ აიწია და სხვა რომელიმე გუნდს არ აჯობა. ასე ატლეტიკო პირველ 4 გუნდს, ატლეტიკო მადრიდს, რეალ მადრიდს, ბარსელონას და ვილიარეალს უწერიათ დაწინაურება ჩემპიონთა ლიგის ფაზაში. თუ ისე დარჩა ეს წილი, როგორც ახლა არის. ნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხო დაწეროთ თქვენი ვარაუდი თუ რა იქნება სეზონის ბოლოს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.